საღამო მშვიდობის ჩემო მეგობრებო, ბრძობას გილოცავთ. და ესწარით მრავალს, ჯანმრთელები, ბედნიერები, გახარებულები, ასრულებულები. ჩემი ციმბიდიუმი გაყვავდა და უნდა განახოთ, როგორი გამოვიდა. ეს ხო იყო შოკოლადისფერი. ხომილაგია აქ არხსია მისი ფოტოები, რო ვიყიდე, მაგრამ ეხლა პირველად უყურებ მე ციმბიდიუმის სახლში აყვავებას და აი აქ აქვს რაღაცაი. ეს რა არის აზრწია რა ვარ. აი ეს. გამოშვერილი აქვს ესე ამღეროსაც. თავიდანვე ესე ცალკე ქონდა და ეს ყვავილის ღერო ხო იყო ესეთი. აი ესეთი. რომელიც ესე წინ მოდიოდა და რაღაცნაირად გადაიქცა მერე რო აღმოვაჩინე იყო 8 დეკემბერი და გაყვავდა აი. ეხლა გაყვავდა რა, ხო და რამდენიმე დღეა, მომგონი 8 აპრილში თუ 7-ში. ხო და ჯერ კიდე არც გაყვავებულა, აი რამდენი აქვს ეს მტევნები. აი იმასაც. ძალიან ლამაზია. აი აქეთ ეს ამას სურნელიც აქვს. აქეთ ეს აი ამას არა აქვს სურნი. ამას აქვს სურნი. აი ესია დახუნძრული. აი აქ ჯერ კიდე კოკრები აქვს. ნაი, როგორები. ძალიან ლამაზია, მწვანეა რაღაცნაირი, მაგრამ რო ვიყიდე ზოგი ერთს აი ამას ეხლა რომელსაც გაჩვენებთ. კბირდებით მეგობრებო, მაპატიეთ, აუცილებლად ვისწავლი და გავაკეთებ ხოლმე ლამაზ ვიდეოებს, ნორმალურებს. აი ამას რომელსაც განახებთ, სურნელი აქვს და იყო მწვანე. და ქონდა კიდე ანუ ერთი ღერო იყო ესეთი მწვანე, მეორე იყო მუქი ყავისფერი, ერთი ღერო იყო მწვანე, მეორე იყო მუქი ყავისფერი, ყვავილები შოკოლადისფერი და ერთ-ერთი უფრო იზეთი ლამაზი ინთეს ქმნიდა. მე ვფიქრობ ეხლა ნეტა მივხვდები რა თუ არასოდეს აღარ აყვავდა შოკოლადისფრად შეიძლება იქნებ ჰორტენზიას გავდა რამე განსაკუთრებული უნდა რომ შოკოლადისფერი იყოს, მაგრამ იქნებ ვანდასავით, მაგალითად ვანდა რო ვიყიდე ღიაცისფერი იყო და მერე მელნისფერი გახდა. იქნებ ესეც დრო რო გავიდეს, რა ვიცი, ან რომელიმე გაიშალო შოკოლადისფრად, ან ფერი იცვალონ. ჯერჯერობით ვაკვირდები და ამან მარტო ვარდისფერები გაიხადა ენა ეხლა შუქი მინთია და არ ეტყობა ვარდისფერი. ვაი, ლამაზია ძალიან. ძალიან მაყოფილი ვარ, ბედნიერიც კი, რომ შემოვდივარ ხოლმე და ვჯდები აქ. ძალიან სიამოვნებ ჩემი ციმბიდიუმები. მოწყალილი და ცოტა სევდიან ხასიათზე რო ვარ და შემოვალ ხოლმე. მართლა წყნარდები. რა ვიცი, ამ ციმბიდიუმებით. აი, ლამაზებია მეგობრებო, ეს ცოტა ბუტკუნა. სხვანაირია და ეს იყო შოკოლადისფერი. თუ გაშოკოლადისფერდება, მერე მაინც განახებთ, რომ იცოდეთ. იქნებ თქვენც გაქვთ, ან მერე ნახოთ იყიდებოდეს ამისი ამბავი, ხო უნდა იცოდეთ. ჩემს ხელში ციმბიდიუმები რო ყოჩაღები, ისედაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხალხი რა უნდა რომ ვერაფერს ვერ გაუგეთებ ციმბიდიუმს არ აყვავდებაო და რა ვიცი, ვფიქრობდი, ოღონდ გადარჩის და არა უშავს მეთქი იყოს ეს მწვანე არ დამილპეს ოღონდაც და კი აყვავდა მშვენივრად. მე ამას ვაბრალებ რომ მივდივარ, არის აქ ისეთი ფანჯრები, რომ უსაფრთხოა იმისი ღიად დატოვება. მაღლაა ხოლმე და ყოველთვის ღია ვტოვებ, ისე არ მივდივარ, რომ დამხვდეს სუფთა ხაერი ნებისმიერ ზამთრის ნებისმიერ ამინდში. და სახლიდან მე 1 წელია ყოველ დღე გავდივარ, ჩემი შვილიშვილი წავიდა გერმანიაში და სახლში ვერ ვძელებ რაც ის წავიდა და მენატრება ხოლმე დილით გავა, საღამოს დავბრუნდები და დილით გასვლამდე ვაკეთებ საქმეს საღამოს რომ მოვდივარ, ხო და სანამ ჩემი ბიჭი და ქმარი დაბრუნდებიან, ხო და
ამ სიცივის და სიჩბოს ალბათ ცვალებადობა მიმოქმედა. სხვანაირად ეხლა განგებ მე არ შემიქმნი არც დამატენიანებელი მაქვს ნაყიდი. უბრალოდ ვფრთხილობდი რომ არ დამილპეს თქო. მორწყვით. ვფრთხილებოდი რომ მიყვარს იმიტომ. გადავირი რა სიხარულისგან რომ ვნახე 8 დეკემბერს საყვავილი მე თქვი ვაიმე რა ბედნიერება არის. ეხლა ხო ვიყიდე კიდე ახალი ციმბიდიუმი ხო იცით თქვენ ვარდისფერი რო გაჩვენეთ და ეს ციმბიდიუმი არის სხვა ჯიში, იმიტომ რომ ძალიან დიდია ამასთან შედარებით. ესენი ხო არიან უკვე წელიწადზე მეტია ჩემს სახლში და აი ეს ციმბიდიუმი ახალი მოტანილი ხოა. მაგრამ არც ამის ყიდვას არ ვნანო. დღეს ახლა მოვაჭერი ცოტა ხნის წინ, იმიტომ შემოვედი აქ და ყვავილები იქნებ ჩამოვდგა ერთი ხელით. მე ვერა მძიმეა მეგობრებო, ისეთი კარგი ვიყიდე ეს. იგივე ფასზე ღირდა, მაგრამ ვერაფრად ვერ მომქონდა, მე მანქანა არ ამყავს და უნდა ჩამეტანა ტაქსი გამეჩერებინა. ისეთი მძიმე იყო, რომ დავტოვე 6 საყვავილი ღერო ჰქონდა და სხვა ავიღე. იგივე ფასი იყო ესეც, მაგრამ მაგის გულისთვის ავიღე სხვა, რომ რამენაირად წამომეღო და გული მწყდება იმ ყვავილზე. ხო და სად არის ეს ვარდისფერი? აი ეს ციმბიდიუმი ნახეთ როგორ განსხვავდება სიდიდით რამხელა. გადასაღები კამერა რომ მქონდეს უფრო კარგად მიხვდებოდით რამხელა ეს. აი ნახეთ ის ზემოდან არის ეს უკვე ყვავილები სადაც აქ მაღლა მხარეა და აი ეს როგორი დიდია. ხო და ამან კი მე დაიწყო ყველა რაღაცების გაკეთება იყო დიდხანს მე არ გავაფუჭო. მაგრამ ამას უყურეთ. ახალი ნაყიდი ხომ აქვს, აი შეხედეთ რა მოუყვანია. მე მგონი ახალი ციმბიდიუმები. დავატრიალო მეგობრებო რამენაირად. აი ნახეთ კიდე აი ბატარეა. ვერ ვადიდებ ხელში რომ იკავა აი ნახეთ. აი აქაც. როგორი ყოჩაღი ყოფილა. ვნან უფრო არ წავედი და კიდე არ წამოვიყვანე. ხო და ამან ჯერ ყვავილობა არ დაუმთავრებოდა და უკვე წამოიღო. ყველანაირი ხელის შეწყობის გარეშე ახალ ნაყიდებს სასუქებსაც არ ვაძლევ ხოლმე რომ ბევრი არ მოუვიდეს მეთქი, იმიტომ რომ ესენი რო იყიდება ხო ალბათ დაბომბილი იქნება წამლებით. ხო და ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა ეს კიდევ უფრო ყოჩაღი რომ უეჭველი გაყვავდება ესეც. თან ესეთი დიდია. რა კარგია რა მეგობრებო, დიდი შემოსასვლელი სახლში. ჯერ არ მაქვს მე დიდი შემოსასვლელი სახლი, მაგრამ ესე ვაპირებ დიდი შემოსასვლელს. ხო და რა დაალაგებ ციმბიდიუმებს, დიდებს ძალიან, ხო, კარგია ლამაზია. თან ესეთი რომ ჩემთან კარგად რომ გაუგეს. აი ვანდა აქ არის. ეხლა ცოტა შუქია უნთე. ესე გამოიყურება ჯერჯერობით, არაფერი ასად არ ეთქობა. ეს პატარა დენდრობიუმები. თითქოს შუქზე არ აჩვენს. კარგად არიან ესენი, მშვენივრად. მე ალბათ გადავრგა. მაგრამ ეხლა ჩემი გადაღების მიზეზი არის ეს. ციმბო რომელიც ახალი ამოიტანა ძალიანა ესეთი ყოჩაღი, აი და თავიდან ვეტყობა რომ მაგარი ყოჩაღები იქნებიან და ეს კიდე ესე ყვავის მახარებს. ახალი გაყვავებული ხუა დღეს რა რიცხვია 13 და მგონი შუჩი გაყვავდა და ამას სურნელი აქვს სასიამოვნო ძალიან. და ეგ არის რომ ჯერ შოკოლადისფერი არაფერი არც ეს წარუჭნას და თუ რამე გაშოკოლადისფერდება მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერ აღდგომებს მეგობრებო. მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.